სოციალურ მედიაში ვრცელდება სტატიები სხვადასხვა სათაურით და სათაურშივე ციტირებ საქართველოს ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე. სწორედ სათაურშივე ჩანს თუ როგორ იყენებს საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთი საგამოძიებო კომისიის ანგარიშს, რომელიც წარადგინა თეატრ ლუკიანმა და სადაც პირდაპირ არის დადანაშაულებული საქართველოს 2008 წელს აგვისტოს ომის დაწყებაში. სწორედ აქედან გამომდინარე პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის პირდაპირი დასტური თუ როგორ იყენებს რუსეთი ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის ანგარიშს თავად საქართველოს წინააღმდეგ და ეს არის პირდაპირ ეროვნული ინტერესების ღალატი. ფაქტობრივად ამ სტატიებით დასტურდება, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილისგან საოკუპაციო რეჟიმი რუსეთი ელოდება უფრო მეტს, ვიდრე ეს არის საგამოძიებო კომისიაზე გამოქვეყნებული წარდგენილი ანგარიში აგვისტოს ომის შესახებ და შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ და როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, ახლა მოთხოვნა იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისგან, რომ მათ აღიარონ ცხინვალი და აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ეს იქნება პირდაპირ ღალატი, რომელიც ისტორიაში ჩაიწერება, რომელსაც ახლა ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და აქ განსაკუთრებულად პოლიტიკის ექსპერტები ხაზს უსვამენ ამ სტატიაში ერთ წინადადებას, რომელიც ეხება, რომ თითქოს კომისიის მოსაზრებაში რჩება ბუნდოვანება. დანაშაულად ითვლება ის, რომ პროფესიული სამხედრო გეგმა უარყვეს სწორედ პასუხისმგებელმა პირებმა, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, თუ საერთოდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს ჰქონდა სამხედრო გეგმა სამხრეთ ოსეთის მიმართ. სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი პოლიტიკურ წრეებში, რომ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმ აზრის შეგუება საზოგადოებისთვის, რომ აღიარონ სწორედ ოსეთი, ცხინვალი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ამასთან დაკავშირებით დიდი ალბათობით პოლიტიკის ექსპერტებს აქვთ ეჭვი, რომ მიმდინარეობს მუშაობა კრემლსა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შორის. ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას პოლიტიკის ექსპერტები აკისრებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას და ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანიც იყო ეს პროპაგანდისტული მესიჯები გაეჟღერებინათ საზოგადოებისთვის, დაეჯერებინათ, რომ თითქოს საქართველოს არის დამნაშავე ამ ომის დაწყებაში, თუმცა არსებობს არაერთი საერთაშორისო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აგრესიული ომი რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. არსებობს არაერთი აუდიო ჩანაწერი მტკიცებულება ამ აზრის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად ამისა, დღეს ქართული ოცნება აჟღერებს იმ პროპაგანდისტულ მესიჯებს, რასაც ოსური და რუსული მედია მათ სასიკეთოდ იყენებს. რუსეთი არაერთხელ იყენებდა ქართული ოცნების რიტორიკას ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ის რომ დღეს ჯერ ოსური პროპაგანდა და ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, რომ რუსული პროპაგანდა და რუსული სახელმწიფო ასევე გამოიყენებს ამ კომისიის დასკვნებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ორჯერ ორი, აშკარად ცხადი და მოსალოდნელი იყო. ეს არის ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკას და ეს არის ნაბიჯი, რომლის ფასის გადახდა ჩვენ მოგვიწევს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. კომისიამ სპეციალურად დაიტოვა უკან დასაბრუნებელი გზა იმ პირობებში, თუ საქართველოში გაიმარჯვებს დასავლეთი, კომისია იტოვებს საშუალებას განაცხადოს, რომ ჩვენ როგორც ასეთი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას კი არ ვებრძვით, მაგრამ იქ სამხედროების აზრი იყო უღულებელყოფილი, პოლიტიკოსებმა არასწორად მართეს პროცესი. რუსეთი ამაზე არ მიდის, რუსეთს უნდა თავისიანი თავისთან ყავდეს და ეუბნება მარტივად, რომ მოდით მარტივად უარი თქვით საერთოდ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთზე. აფხაზეთზე, ხო, სუვერენიტეტზე თქვით საქართველოს უარი. ეს რუსებს აძლევს საფუძველს მთელი მსოფლიოს გასაგონად. კიდევ ერთხელ თქვან, რომ რუსული ოპერაცია იძულება მშვიდობისაკენ იყო გამართლებული, რადგან ქართველებმა ჩაიდინეს დანაშაული დასავლეთის დაკვეთით. ეს არის ის პოსტულატი, რასაც რუსეთი წლებია უკვე ცდილობს გაამყაროს. უნდა დავსვათ კითხვა, რისთვის აკეთებს ივანიშვილი ამ ყველაფერს და ხომ არა აქვს მას შემდგომ ნაბიჯად გათვლილი ოკუპირებული რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება კრემლის მოთხოვნის თანახმად, ისევე როგორც საზღვრების დემარკაცია და ხომ არ არის ეს მთელი ავანტიურა სწორედ ამ მიზნისთვის გაკეთებული, მით უფრო მაშინ, როდესაც კრემლი კიდევ უფრო აქტიურია მოთხოვნაში.
ფაქტობრივად ეს არის ის ანგარიში, რომელსაც პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით რუსეთი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე და ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოქვეყნებული წარდგენილი ანგარიში, რომელიც თავად ქართული ოცნების ხელისუფლებამ გააკეთა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, აქ დადანაშაულებულია სააკაშვილის ხელისუფლება და სწორედაც ეს ნიშნავს იმას, რომ თავად სახელმწიფოს ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი აგვისტოს ომის დაწყებაში და ამ ანგარიშს, რომელიც თეატ ლუკიანმა ამ საგამოძიებო კომისიაზე წარადგინა, ახლა ოსური მედია იყენებს საოკუპაციო რეჟიმის გასამართლებლად და აქვე აღნიშნულია, რომ ეს დოკუმენტი მათთვის არის ოფიციალური, მიუხედავად ამისა, ისინი იტოვებენ იმედს, რომ უფრო მეტს მიიღებენ ქართული ოცნების ხელისუფლებისგან, მათ შორის მაშინ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მსგავსი გეგმის არსებობა ზოგადად წარმოადგენდა პრობლემას, ეს პოლიტიკის ექსპერტებისთვის არის დასტური, რომ ახლა კრემლი უფრო მეტ გადაწყვეტილებას და განცხადებას ელოდება ქართული ოცნების ხელისუფლებისგან და ეს შესაძლოა შეეხოს სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.